ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კავშირი მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო Пуски, слетит пуски. მე ბასკი და ბუსკი ბავშვს გაბრიელი ქვია და რეებს ეძახი. მაგას გამბოდა უზახოჯობია. იმას მიიჩვევა. და 6 თვის არის უნდა მიეჩვიოს რა. სიმბუსლიკიტოს. არ იცი რომ ბავშვ ჩანასახში უყალიბდება ჩვევები. ხო, რა იყო, მოდი. აი, 9 თვე მოცელში რომ ყავდა, ხო? შენს ხელს მიჩვეულია და ამიტომ იცის რომ დედა ხარ. და იმდენი ინფორმაცია მაქვს მიღებული. ამასთან დაკავშირებით რომ მეტი არ შეიძლება. და მე მიეჩვიოს რა მოხდა რომ პატრა ბუსლიკიტოა. და ბავშვ თავარანგელოზის სახელი ერქვას და ეს ბუსლიკიტოს ეძახთეს. თავარანგელოზე გამახსენდა კეთი. გუშინ ვფიქრობდი და ხარ მომნათხოთ უკვე. ხო დედა, აბა ამდენი ხანი ესე შეიძლება. ხო რაღაც შესაფერი სიდრო ვერ ვნახე და მე მგონი ახლა შეგვიძლია უკვე. ახლა მომენტოს სად ვისურეკავ, ჯერ არაფერი არ ვიცით. მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ რას ვაკეთებ და მერე დარეკე. აქ თავარია შევდახვდეთ როდის და ვის ანათლინებ. შაბათ კვირას ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ სხვა დღეები მე დეივს ვერ ავიღებ. იყო შაბათი. იყო შაბათი. და ნათლიაზე კიდე ელენას ვფიქრობ. მარიამის ელენე. ხო. რა კარგია და შენი შვილი და მარიამის შვილი ერთმანეთს არ დაკარგავენ. თან ელენესაც გაუხარდება. ხო და მეც ეგრევე ვფიქრობ. კაი, დაგტოვოთ ახლა დედია. და საღამოსთვის გამირკვია ყველაფერი შენებურად. მიყვარხარ კოცო. ჩემი ბუსლიკიტო. ლელუ. ეს ყავა ჩემია? არა, მეგობარს ველოდები. მანქანა დაამარტყა და აქ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ანუ მეგობრებიც ვართ უკვე? აი თუ არ ვართ დავაბრუნე ხეში. კაი, ვართ. მაგრამ რო იცი და ჩაიმერჩევი. შემდეგისთვის მეწოდინები. მართლა ძალიან დიდი მადლობა. აი შენ რო არა რას უზავდი ამ მანქანას მართლა არ ვიცი. ხო და რა გინდა? ბედია მე რო დამარტყი და არა სხვას. ალბათ. აურის. როგორ მიდის აბასე? კარგად. შეიძლება აღადარჩა. საღებავის მოტანას ველოდები, საღამოსთვის იქნება. ძალიან კარგი. საღამომდე ვერ იქნება? დღეს ჩამოდის მამა ჩემი. მე ყველანაირად შევეცდები და ზუსტად არ ვიცი. როგორც კი მორჩები, ჩაგაბარებთ. აი შენ არ ნერვიულო ვიზავთ რამის. მე ხაზზე ვიქნები თუ რამე დამირეკი, კარგი? როგორც კი გაკეთდება მოვი. ხო, იმედია მოვასწრებ. კი, მოვასწრებ, წამო. არ ჩაეტევა ეს. ზვიადი. ზვიადიკო. ზვიადო. გამისკდა გული რა, რას დამაცხრებით ხოლმე თავზე? რა კენ დახურე მთელი პროექტი? რა პროექტი? შეკვეთა ჩვენი მეგობარო. არა. უთქნოდ რატო უნდა დამეწყო? ხო იცი, უთქნოდ მუშაობა არ მიყვარს. თავს მარტო სულად. ჩვენთან ერთად ხო რა სამოფო, არ სკოლავებს წვიდავს. რა შვები მან რა ხდება? დავიტანჯე რა. არ ვიცი როგორ ავარჩიო კარგი ბეჭედი. ხან გრამიო, ხან რაღაც
კარატებიო, ფერიო. ვერაფრით ვერ ვყიდულობ კარგ ბეჭედს. მე ჩვენ აგრისთვის ვართ. გაგეხმარები. აგე ყობა გამოყვება საერთოდ. წარმოიდგინე ხა მოირგებს ყობა ბეჭე, ჩენ დახედავ, რომელი მოგეწონება. აი ყობა. არ მაქვს სასაცილოდ საქმე. თან ჩემი მოწონება რა შუაშია. თავარია ნინის მოეწონოს. და მე ვინ გეღადავება, ბიჭო? მართლა გამოყვები. წავიდეთ, ავარჩიოთ. თან გასპერაზე სქელი ბოტოტა თითებია. მე წვრილი თითები მაქვს. მოვიზომავ, შეხედე რაღაცა, ვიყიდოთ. მართლა წამომყვები? ხო, ბა. და მე კიდე ბოროტი დედინაცვალი რო არ გამოვიდე, პრემიას ჩაგირიცხავ. არა. ნუ თუ არ გინდა არ არის პრობლემა. არა, ფული არ მინდა ვერა. როგორ არ მინდა, მინდა. კი. всё. ჯიგარი ხარ. ორივე. წამოიხ. ვიმუშაოთ, ადრე დავიწყებთ, ადრე დავამთავრებთ. ხო, მართალი ხარ. მომე რა პროექტს მივხედავ მე. წაკ. მიდი ხარ სადმე? არა, ისე მიბანავე უბრალოდ არ შეიძლება რა. ой, რა კარგია რომ დაბანილი ხარ. მაინტერესებდა ბავშვთან ხო არ მიდიხარ თქო? არა, ბავშვთან გუშინ ვიყავი, ეს არა. გუშინ თუ იყავი ბავშვთან, დღეს კატეგორიულად არ შეიძლება მეორედ მისვლა. 2 დღე ზედიზედ გამორიცხულია. მართალი ხარ? ლალი. რა გინდა? არაფერი მენდომებოდა რომ ბავშვთან მიდიოდე. ვერ გავიგე რა. ხან მიკბძალავთ ამ ბავშვთან ასვლას, ხან მაძალებთ. ანუ რაც არ უნდა გავაკეთო, საპირისპიროს თქვით, ხო? იცი რა, უგონო მდგომარეობაში რო არ უნდა მიხვიდე ბავშვთან და უნდა იყო ფხიზელი, ამას თუ შენთან ვერ ხვდები, მაშინ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ხო, და ჩემთან ლაპარაკს ქონია ოდესმე აზრი. კარგი. საკითხი ნომერი 2. აბა, გუშინ რო იყავი ბავშვთან, აბა რა ქენით? აბა, თუ გამოიცნობ რა ვქენიდე. რა უნდა მექნა 7 თვის ბავშვთან? 6-ის. თუ ხო, 6 თვის ბავშვთან. ვისეირდეთ? ჩემი სიხარო და ჩემი ბედნიერება? ახალი ეტლით? ახალი ეტლით, ახალი ეტლით. ახალი ეტლი არ მიყიდია მოკლეთის. ძველი არ იყო თუ. ვერ ვიყიდე მოკლეს რა ისეთი რა. ძველი არც უნდა გეყიდა, ახალი ეტლი უნდა გეყიდა. და რატო ვერ იყიდე? რაღაც საქმეები მქონდა, ვერ მოახერხე. თან ხო, რა ვერ ვიყიდე რა მოკლეს რა. ბატონო კერეს, როდის გეცლებათ რომ ჩავეწერო თქვენთან? აუ, დედა. გეხვეწები, რა გინდა მითხარი რა. გითხარი, ვერ მოახერხე მეთქი. თან შენისადმი შაბათ-კვირა სადმე რომელიმე მაღაზია იქნებოდა ღია ესეთი? კაცო, აი ეგ მაინტერესებს სულ რა. არასდროს შაბათ-კვირას მაღაზიები ღია არ არის და არა და ყველა შაბათ-კვირას გცალია. ამიტომ დამიბრუნე ხა მე ეგ ფული და მე თვითონ წავალ და შაბათ-კვირას ვიყიდე ახალ ეტლს. აი, გალაპარაკი არის, გამაგებინე ეხლა ეს რა. გითხარი, ვერ მოახერხე მეთქი შაბათ-კვირა იყო და ავდგები და მე თვითონ უყიდე ჩემ შვილს. თუ მარტო შენი დაანაშვილი არის ეს ბავშვი. ხო და თუ გინდა რომ შენი შვილიც იყოს, მაშინ უნდა მოიქცე როგორც სრულფასოვანი ადამიანი იქცევა და მშობელი და არა როგორც პატარა ლაწირაკი დეპრესიული თინეიჯერი. გასაგებია და კიდე იცი რა არის გასაგები, რომ ამ ბოლო დროს შენთან ლაპარაკს საერთოდ აზრი აღარ აქვს. კი, მართლა. მართლა. დია. ხო, მე ვარ. მე ვარ, ხო, შეჩემა, მე ვარ, ანუ ვინ იქნება? ხო. აი ზუსტად დედაშენისნაირად წერ. აი ბე დავიღალე რა აღარ მე. არა ბებო, ბოლო ამოცანა დარჩა და მათემატიკა გაკეთებული გვექნება. კაი, მაშინ ქართულს მამა მამიცადინებს. მამამ დღეს გვიანობამდე არ მოვალო. მამა იქნება. იყავი შენ და მე გავაღებ. ანა, როგორ მომენატრე?
შემოსიხარო, მოდი აქ. მეც ისე მომენატრა, ისე. აი და, ნახე, შენთვის რა მაქვს? ეკამ გამოგიგზავნა. მადლობა დიდი. შევინახავ და მოვა. მიდი. აი, მე. რა გოგოა ესე, კაიქიდანაც რო არ ვავიწყდები. ო, აბა, ოქროს გოგოა. მომენატრეთ. მეც ძალიან. ერთი სამხოვარი მაქვს რა. მოკლედ ეხლა ვაპირებ გაბრიელის მომაწყვას და მინდა რომ ელენი წავიყვანო ნათლია და შეიძლება? რა სამბობ? გაგიჟდება ისე გაეხარდება. ხო და თან მინდა რომ მე ვუთხრა და გავიყვან გავასეინებ და ისე ვეთქვი. კიდე თქო რა პრობლემაა? მიხარ. ელე ბებო, მოდი უცბად გააკეთე ეს ამოცანა და მე ანას წაყევი სასეირნოდ. აი, უცბად. ცოტა დამჭა და იცი რა, მე არსად არ მეჩქარება და ასე რომ შეგიძლია წყნარად გააკეთო. და თუ რამეა დაგეხმარები, შეიძლება? აი, 4 მივიღე, აი. ეს არის, ხო? რას უდრის პირველი 3 ორნიშნა რიცხვის ჯამი? პირველი 4 ნიშნა. ო, ეგ არის. მა, როგორ მომენატრეთ? დედა არ მოგენატრა, ხო? კაიკა. ეგ რა ხარ? უთინასა. კარგი, ნუ დაეყუდებით ახლა. კაი. მო, ჩემო საყვარელი.